ენა მამული სარწმუნოება, ასე ეწოდებოდა ილია ჭავჭავაძის 180 წლის თავისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი უძღვებოდა. საღამოზე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძე მისაუბრა. უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი არ გამოეხმიანოს, არ იყოს გამსჭვალული ამ მოვლენის არსითა და იდეით. და დღეს ჩვენ ვეხმიანებით ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის თავს. ეს ღონისძიება ამ თარიღს ეძღვნება რა, იგი არ არის მხოლოდ ერთგვარი გზავნილი ჩვენი დიდი მამისა დმი, არამედ ეს გახლავთ ამავე დროს გარკვეული მსჯელობანი ამ საკითხების ირგვლივ. ამიტომაც დღევანდელ ღონისძიებაზე არ იყო საუბარი მხოლოდ ჩვენი დიდი მამისა და ერის პატრონის ილია მართლის შემოქმედებაზე, მის მემკვიდრეობაზე, მის ცხოვრებაზე, არამედ დღეს ჩვენ გავყევით იმ ხიდებს, რომლებიც ყველაფერ ამას თანამედროვეობასთან აკავშირებს. ღონისძიების მეორე ნაწილი პოეტ გენო კალანდიას ხსოვნას და მის შემოქმედებას მიეძღვნა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიისა და პრემიას საგურამოს ლაურეატის გენო კალანდიას კრებული საგალობლები უფლისთვის წარადგინა. ამ კრებულიდან ლექსები წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. მოხარული ვარ, რომ ჩემი ძვირფასი მეგობარი ბატონი გენო გაიხსენეთ, ძალიან ლამაზი სულისკაცი და ძალიან ლამაზი აზროვნების პოეტი. შეერწყა ყველაფერი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო 180 წლისაცვან დაკავშირებულ მსჯელობას და საერთოდ ეს იყო აუცილებელი და საჭირო. მიხარია ძალიან დღევანდელი დღე და მიხარია, რომ მე მომეცა საშუალება რომ თქვენ წინაშე და ამ მშვენიერი ხალხის წინაშე გამოსულიყავი დღეს. საოცარი კრებულია ეს. წარმატებით მოხდა ამ კრებულის პრეზენტაცია. ამ კრებულისათვის ბატონმა გენომ საგურამოს პრემია იყო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პრემია, რომელიც ილიას სახელს უკავშირდება და ესეც რა თქმა უნდა ძალიან ლოგიკური იყო. საინტერესო იყო ეს საღამო იმითაც, რომ აქ მოხდა არა მხოლოდ გენო კალანდიას პოეზიის გახსენება, კიდევ ერთხელ თვალის გადავლება მისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზისათვის, არამედ გაიხსენეს ის როგორც ადამიანი. მან შეძლო ახალი ფორმებით და ახალი საზომებით მოიტანა მკითხველამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაუძლებს დროს. გენო შემოქმედი კაცი იყო და გენოთან მოღვაწე კაცი იყო. მან ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა აფხაზეთი და წერლობა წარმოეჩინა როგორც ღირსეულად და თავისავად ის რომ ერთ-ერთი საინტერესო პოეტია მისი საგალობლები უფლისთვის ეს ძალიან დადებითად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ის გენო თავის საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ლექსით, ზნეობით, ინტელექტით ამშვენებდა იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობდა, სადაც იყო, სადაც დღეს ვერავინ შევდივართ. დიდი მადლობა ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის. საღამოზე კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი რევაზ თავაძე და პიანისტთა თბილისის მე-6 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი მონაწილეობდნენ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.